ხოლო სახელი მოიგო გარემოსთა დიდროვანთა მთათაგან და შინაგან ღრმა სადგილობისა მიერ იხილე რა ჭაარს ადგილი ესე. გამარჯობა. დღეს რაჭაში უნდა გამოგზაუროთ. ოღონდ ცოტა სხვანაირი მოგზაურობის ვიდეო იქნება და სანამ მოგწყვეტთ გარესამყაროს მოკლედ და შემოგიყვანთ ჩემთან, რაღაცას ვიტყვით ძალიან სწრაფად და მერე დავიწყოთ. ბევრი თქვენგანებ წერდა მეუბნებით, რომ ჩქარ-ჩქარა დავდო ვიდეოები. დაიკიდე კამერა, ტელეფონით გადაიღე, ოღონდ ჩქარა დადევა, არ გამოვა იგ ამბავი და რატო? თელი ჩემი YouTube-ზე შემოსვლის მუღამი იყო ის, რომ სინემატიკური სტილი შემომეტანა და ამას ჭირდება ძალიან დიდი ძალის ხმევა. კადრის მიღმაც მე ვარ, კადრშიც მე ვარ. Sound design, მონტაჟი, ეფექტები, დაგეგმვა, ყველაფერს მევაკეთებ, ანუ ერთკაციანი გუნდი ვარ თუ რაღაც ეგეთ. შემიძლია დავიხმარო ადამიანები, მაგრამ მე ამ მუღამს ვერ გავისწორებ, რომ ამ ყველაფერს მარტო ვაკეთებდე. ანუ ამის შექმნის მუღამში და აზარჩი ვარ, ახლა გამიგეთ? დრონი მოდის, მე მივდივარ და ფეხს რო დავდგა, მინდა რომ ფეხის დადგმის ხმა ისმოდეს. მიუხედავად იმისა, რომ დრონი ხმას არ იწევს. მიმივხვდით, ხო? ანუ ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ აი სერიალს რო უყურებ ადამიანს, სერიალის ყურებას დაამთავრებ, აი რა ემოცია რომ მიყვება და მე თითქოს ისევ სერიალში ხარ აგეონებრივად, აი ეგ ემოცია მინდა რომ მოვიტანო თქვენამდე და აი მაქსიმალურად შემოგიყვანოთ ვიდეო. ეს არის მე-6 ვიდეო ჩემი, ანუ ჯერ ბოლომდე ვერ დავიოკე ეს მუღამი აი ამის კეთების, თორე მე ცოტა ხანში დავიწყებ რაღაცების კეთებასაც რა, მაგრამ ეს სულ იქნება. პირველი ვიდეო ჩემი ხო გახსოვთ, ევროტროზე რო დავდე. მაშინაც და ახლაც ვამბობ და ვიტყვი კიდევ ბევრჯერ, რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს და მჯერა და მწამს, რომ საქართველოში ძალიან მალე უკვე თუ არა, ბევრი კრეატორი დამწყები თუ არა დამწყები ამ სტილს ხარს დაუჭერს, გამოიყენებს აქტიურად შექმნიან სინემატიკურ თიზერებს, ტრეილერებს, ვიდეოებს და მიყვარს ეს სტილი და მინდოდა რომ ეს ჩვენთანაც ყოფილიყო ასეთი რაღაც რა და რა ვიცი, გამოვთო რა ნახოთ. ეს ვიდეო სინემატიკურია. ამიტომ თუ გარეთ ხართ, ქუჩაში ხართ, ხმაურში ხართ, დაიკიდე, გადადეთ და მერე უყურეთ რა. თუ არ ხართ და კარგად ზიხართ, მაშინ კიდევ უფრო კარგად ჩაჯექით, იმიტომ და დამპირდით რომ თუ ეს ვიდეო თქვენში რაღაცას მართლა მოიტანს, მართლა გაგისწორდებათ, ჩემს ახს გამოიწერთ, ვისაც გამოწერილი არ გაქვთ. ხო, აი ამის თქმა მინდოდა. რაჭას გავამარჯოს და მოდი დავიწყოთ. ოჯახობა. სანამ მარტო გავუდგები გზას რაჭის სიღრმეებისკენ, ოჯახური ამბებით მოვითელოთ. ეს ნოაკის პირველი მოგზაურობაა სახმაკანით და გვინდოდა მაქსიმალურად შეეგრძნო ბუნება. ამიტომაც ნაქერალას უღელტეხილიდან ეგრევე დიდებული ცხაჯვარისკენ გადავუხვიეთ. გავუყევით ბილიქს და დაახლოებით 40 წუთში ავედით კიდეც. ზღაპრებში რომ წარმოუდგენელი ადგილებია, ზუსტად ეგეთია აქაურობა. ყოველ ნაბიჯზე უფრო და უფრო გიმაღდება განწყობა. უკიდეგანო სივრცე კი რაღაც მომენტში რეალობის შეგრძნებასაც გაკარგვინებს. ბევრი ტირა ნოაკიმ ძალიან დაიღალა, ეგრევე უკან ჩაგვაბრუნა, მაგრამ ღირდა. ცხაჯვარი მართლა არის ის ზღაპარი, სადაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ახვიდე. ამოვედით როგორც იქნა ცხაჯვაზე. დამიჯერად არ დარჩებით გულგრილები თუ გულგაციებულები. პირიქით დათბებით და სხვა ემოციებს მიიღებთ აქ ამოსვლით რა. დაიყალა ნოაკი და საქსი უნდა. ეს ძალიან ბევრი ლაშქრანობა და ესე უცბად გზაში გაიჭირა და მარცხდა. მისი პირველი ლაშქრობა იყო და ანუ იმიტომ კი არ დაეძინა რომ გვიანია ხალხო სულ რაღაც 7 საათია საღამოს და ნოაკი უკვე გათიშულია ისე გლივინავს და მეშოპული. ყველა პენზელი აქცია. 2 საათში გაიყვიზა და გაოგნებული იყურებოდა, ვერ ხვდებოდა გარეთ რატო იყო ღამე და არა დილა. ცოტა ვითამაშეთ, ვილაპარაკეთ, გავერთეთ და მერე ერთად დავიძინეთ. გათენდა. სანამ სალიდან ნოა გაიღვიძებენ, მამამ გამომიარა. ნათლობაზე უნდა გველაპარაკა, თან ვითევზაოთო. ჩამოვიღეთ ნავი, შევაგდეთ წყალში და შევცურეთ. ვერც ერთი ანტიდეპრესანტი ვერ შეედრება იმ სურნელს, ნიავს, ვიზუალებს, ხმებს, შეგრძნებებსა და უბრალოდ აურას, რაც ამ შუა წყალში ერთად ტრიალებდა. მეუფე ვახტანგს ძალიან უყვარს თევზაობა და დიდ დროს ატარებენ აქ, ამ ნავში. მამა ილარიონი კი ზეგ ნოაკის ნათლია გახდება. კამერასთან ლაპარაკი და კომენტატორობა და ასეთი რაღაცები მომერიდა, ხო ხტებით როგორი სიტუაცია იყო. ამიტომ უბრალოდ ლამაზ კადრებს ვიღებდი. ბევრი თევზი დავიჭირეთ და უბრალოდ შაურის დილის სიმშვიდით ვისიამოვნეთ.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბედნიერებათა შორის, რაც შეიძლება არსებობდეს ამ სამყაროში, არის ის, რომ ცხოვრობდეს ახლმანქანაში და თან მოგზაურობდე. ხო სწორია საუბარი? ანუ ცხოვრობ იქ, სადაც გინდა, აი სადაც მოგესურვება, სადაც გაგიხარდება, იმ დღის მუღამი საერთოდ წაგიყვანს, უბრალოდ იქ შეგიძლია იცხოვრო. გაქვს ყველაფერი, არ ვიცი, ელექტროობა, საწოლი, ტუალეტი, აბაზანა. და ჩვენც აი ამ ყველაფრის მონაწილე ვართ ახლა. მოგზაურობთ რაჭაში და ცხოვრობთ იქ, სადაც გვიხარია. ეხლა რა დიდია ეს. ეს თავი აწვიე. აი. ჩვენზე მეტად ნუას უხაროდა 20 კილო ქვა ჩაყარა წყალში. ირბინა, იგიჟა, იკოტრიალა, არც კი გახსენებია Roblox-ი და ტელეფონი და ბავშვმა დაამტკიცა, რომ ადამიანი ბუნებასთან რაღაც სხვანაირად ცოცხალი და ლაღია. რაღაცნაირად ეხლა აი ამ ტრიპზე მოწყდა რაღაც თავის ყოველდღიურ რუტინას. კი, ეს ნოაკის პირველი გასვლა არის ამ სახლმანქანით და ჩვენთან ერთად და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მოგონება იქნება მისთვისაც და ჩვენთვისაც. სახლმანქანი. მოგტოის? კი. გიყვარს? კი. გინდა რომ სუიარეთ ხოლმე? კი. დედიკოს და მამიკოს ცივი ყავა არ აწყენდა ნამდვილად. აქ და루. ძალიან მიხარია, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ Starbucks ცივი ყავა არის ჩემი ვითომარხის სპონსორი. სამი. ცოტა ხანში მამამ დაგვირეკა ნიკორწმინდაში მონასტრულ საცხობში გეპატიჟებითო და ჩვენც მალევე აუბარგდით. ეს არის მონასტრის საცხობი, რომელიც აი ტაძრიდან აი ამდენად ახლოს არის. აი ეგერ არის ტაძარი და ქვევით არის ეს საცხობი. ამ საცხობში ყველაფერს თუ კი რამეს შეხვდებით, ამზადებენ მონასტრის მსახურები. ჩვენი მარჯვენა ხელი. მურაბები, კომპოტები, ორცხობილები, ღვინო, წომეული და რაც მთავარი და რაც უეჭველა და ერთხელ მაინც უნდა ჭამოთ, არარეალურად გემრიელი ლობიანი რაჭული ლორით. მზეზე გავშალეთ პატარა სუფრა, ჭამეთ, ვსვით და მერე მონასტერს ვესტუმრეთ. იქ ისევ მეუფე ვახტანგი დახვდა, რომელიც ახლა თავისი ხელით პატარა კატერს აწყობს და გვერდს, რა თქმა უნდა, ანკესები უმშვენებენ. აქვთ მარანი, სადაც უგემრიელესი ღვინოა და ამზადებენ იმ სასწაულ რაჭულ ლურს. მერე სახლში შევედით, სადაც უამრავი წიგნი და ისტორიული საეკლესიო ნივთი ინახება. მამამ სამაჯურის აკინძვა დაიწყო, ნუაკის უნდა ვაჩუქო სამახსოვროდო. სამაჯურთან ერთად ბემბის პაზლიც დაიმსახურა ბიჭმა. ხელცარილი არც ჩვენ გამოგვიშვა, რომ დაბანაკდებით ის სიამოვნებთ. და მართლაც, დღეს ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ღამე გვექნება. გადმოვარდნაზეა. სნა გაასწორო, აი. ხო. ძალიან დიდი ჯოხია. ხო. დილით რო იყო ჩვენთან ეგ ცუგურია, დაგვიმახსოვრა და ეხა გვიცნო რომ ალი კბინება? არ გახსოვს ეს ცუგური ჩვენ დილით. ძალი კბინება და მგელზე იკბინება. ჩვენ არ გვეკმას მგელი თუ მოვიდა იმას უკმას მალდა. ხო. მოიდი დიდი გულა, მოიდი. ნერხილა შეყოლელი ჩუგაიდე. ნელიფილი, მოიფელი, ნოგესინი. ეს მოიფელი. ნოაკის ალბათ კიდევ დიდხანს გაყვება ფიქრებში ამ ღამის ვარსკვლავებიანი ცა, ცეცხლი, ცუგური და რაც მთავარია ეკო, რომელიც პირველად მოისმინა, გაგიჟდა ბავშვი და დღემდე დიდი ემოციებით იხსენებს. როგორ მეორდება შენი ხმა, უკანელ არ დაიწვა. აქეთ გავიდი. ნახე როგორ მეორდება შენი ხმა? კიდე დაიძახება იქით. ნო! ამასობაში ძილის დროს მოვიდა. კაიმზადა ბიჭი და საყვარელის ღაპრებიც მოისმინა. ერთი სუპერზალა რომ მქონდეს, დედამიწის უკლებლივ ყველა ბავშვს ვაჩუქებდი დედის სიყვარულს. რასაც ვერც ომები, ვერც ბოროტება, ვერც რაიმე დაავადება და განუკითხაობა შეუშლიდა ხელს. ნოაკის ნათლობა. დღეს დიდებული დღეა და გვინდოდა მთელი ოჯახი და სტუმრები ერთად ყოფილიყავით სადმე კომფორტულ გარემოში. ამიტომაც უსაყვარლესი დაკიდულა შევარჩიეთ და კოტეჯებში გადავანაწილდით. სანამ სტუმრები ემზადებიან, ახლა გაჩვენებთ როგორი აქაურობა, იმიტომ რომ იქნებ თქვენი შემდეგი დასასვენებელი ადგილი ხო სწორედ ეს. ეს ადგილი იდეალურია რაჭული დასვენებისთვის. შეყვარებულებსაც გაგისწორდებათ, სამეგობროსაც, ოჯახსაც და არავინ ყველას. დაგხვდებათ კომფორტული, კეთილმოწყობილი კოტეჯები ესთეტიური ხედებით, სუფთა ჰაერი, გემოვნებიერად მოწყობილი სივრცე და დიდი ტერასა ნებისმიერი ამბის აღსანიშნად. ძალიან ჯიგრები არიან რა, ყველა დეტალში გული და სული აქვს ჩადებული, გემოვნებიანად აკეთებენ, დამსვენებელს აზრუნავენ, უღიმიან, სასიამოვნოდ ემსახურებიან და თავიანთი წვლილი შეაქვთ რაჭის განვითარებაში. ხო და მეც ჩემი მხრივ რაღაცით მინდოდა ხელი შემეწყო და აგერ მათი Instagram გვერდი.
შეინახეთ, იმიტომ რომ გაზაფხულიდან გამოგადგებათ. აქვე თემატურად შეგახსენებთ, რომ ჩემი YouTube არხის სპონსორი, ჩემი ვიდეოების შექმნაში წვლილი შემტანია ალტა. და მე ჩემს ყველა მომდევნო YouTube ვიდეოში წარმოგიდგენთ ერთ პროდუქტს, რომელიც შეძენად შეგიძლიათ ალტაში. დღევანდელ რაჭის ვიდეოში მოვწია ორთქლის უთოს, იმიტომ რომ ეს იყო ნივთი, რომელიც აქ ყველაზე მეტად დაგვჭირდებოდა. და ზოგადად მოგზაურობაში ორთქლის უთო ძალიან საჭიროა, რომ ხშირად სასტუმროში მივიდივართ, ანუ არ გხდება უბრალოდ უთო და საუთავებელი და ყოველთვის რა უკაცრავად უთო გვინდა, ანუ ნებისმიერი სხვა წვრილი თუ მსხვილი საყოფო ცხოვრება ტექნიკა შეგიძლიათ შეიძინოთ ალტაში. შედიხართ მათ საიტზე, ან მიდიხართ პირდაპირ ფილიალში, არჩევთ ნივთს ყიდულობთ და რაც მთავარია, იცით რომ ნაგავს არ გტენია. დავაუთავოთ ახლა ნოაკის ტანსაცმელი და წავედით ნათლობაზე. ნათლობა ნიკორ წმინდის ტაძარში ჩატარდა. ჭეშმარიტისა, წყვილყოფელისა, სულისა იკავშენ თვალიშენაზე. ლოცვისა მხირო ყავხა, საქმით და ხეთანისა ყოდათა სამოს თაღობით ადიდია სამები. დიცამს გირავს მას ყოლდა და ცხოვრებასა და მოდი შენგალო სკოლის ალტანს შემოგიდება სამები. აჩვენა ძირითადად სამახეზე მოხდა დამხმისა შეიძლება კალი მისამ კაპუცევ შეერებული დიდება და წავედა სამეთისა და გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები, წავიხემსეთ, დავილოცეთ და წავედით ჭრებალოსკენ აღსანიშნად. ვაიმე, დიდიკო, დიდი მადლობა, მოდი ჩაგეკუთოთე. ბიჭო, მოიდილა. მართლა ვერ წარმოვიდგენდით თუ აქ, სოფლად, ასეთ დახვეწილ და მაღალი კლასის მარას წავაწყდებოდით. ჭრებალოს მარანი ქვია. გარემო არის მყუდრო, ვიზუალები ესთეტიური და დახვეწილი, რაც თავარია კერძები სუფთად მომზადებული და გამორჩეულად გემრიელია. მოკლედ, ძალიან სასიამოვნოდ მოვილხინეთ. ძალიან მეგონა რომ სოფლაზე ყოფილიყო რაჭული ავთენტური კერძები და მე მგონი გამოგვივიდა და ეს არის ძველი ყველაზე უძველესი რაჭული კერძი, რომელსაც ქვია მოთრეულა და ამ ადამიანებმა ეს რეცეპტი აღმოაჩინეს და აღადგინეს, განაახლეს და ეხლა შემოგთავაზეს აი ამ მენიუში. ნამდვილი შქმერული, რაჭული კაი შქმერული, აქეთ გვაქვს რაჭული ლობიანი და ჩვენი სიამაყე რაჭული ლორი. მერე სალიმ სულის შემძვრელი ცეკვაც გვაჩუკა. მოკლედ, ვიმღერეთ, ვიცინეთ და მართლა კარგი დრო გავატარეთ. ყველას ხო უყვარს თავისი კუთხე და ყველა ხო გიждდება თავის კუთხეზე და აი ესე გიждდები მე რაჭაზე, იმიტომ რომ ჩემი ბავშვობის, ჩემი ცხოვრების ყველაზე ტკბილი მოგონებები მაკავშირებს ამ კუთხესთან. ამიტომ ამინდა რომ ჩემი კუთხე კუნჭული დავლოცოს. ხვანაირი სიყვარული არის, ხვანაირი გაგება არის, ხვანაირი მეობა არის. ყველაფერი მიყვარს აქაური. რაჭას გაუმარჯოს და რაჭველებს გაუმარჯოს. ეხლა მოგმართავთ თქვენ, ნოაკის შვილებო. არ ვიცი რამდენი წელი გასული ამ ვიდეოდან. მაგრამ აი ესეთი ქაჯი მოუსვენარი იყო მამა თქვენი კი არა და მამა თქვენი თავისი ნათლობის დღეს. ციყვი. მიმართე მიდი აი შენ შვილებს უთხარი რამე. ნახეთ როგორი მამა გყავდა თუ ყურე. უთხარი რამე შენი ბაიები არიან აქედან გიყურებენ აი. თქვენი მამიკო ძალიან ბედნიერია. ალბათ ამ დღეებიდან არაფერი მოუყოლია, უბრალოდ არ ახსოვს. მაგრამ მიხარია რომ მე მაინც შემოგინახეთ ეს კადრები და ყოველთვის შეგეძლებათ უთხრათ, ჩვენ რას გვეჭხუბები, ნახე შენ თვითონ როგორი იყავიო. ახლა კარგად მოკალათდით. მამა თქვენს თბილისში გავუშვებ და ცოტა ხანი ბაბუა თქვენს უყურეთ, რა კადრები გადაიღო და როგორი მოგზაურა ერთი თვე მარტო რაჭაში. აბა შენის. აბა მე ვიცი. ჩემი მიზანია რაჭას ისეთი ვიდეო ვაჩუქო, ვისაც არ უნდა ჩვენოთ, ეგრევე აქ მომუნდეს წამოსვლა. მშიერი მგელივით ვაპირებ სინემატიკურ კადრებზე ნადირობას და ვნახოთ რა გამომივა. დრო იდეალური დამემთხვა, შემოდგომა, გადაჭრელებული არემარე, ცოტა წვიმა, ცოტა სიცივე, ბევრი ესთეტიკა და დიდი мотиваცია. მოგზაურობას ქვემო რაჭიდან ვიწყებ და ზემოთ, მთებში ავუყვანებ. შაური წყალსაცავს გამოვცდი და ესეც ჩემი გაჩერება პირველი. საყინულე. მოკლედ, აქ დავტოვე მანქანა, იმიტომ რომ აქედან უკვე ჩემი მანქანა ვეღარ გაკაჩავს, იმიტომ რომ ძალიან ტალახია, თან სუდია მიდია წვიმს. 1.500-700 მეტრი არის ტყეში სავალი ფეხით რა.
მეშინია ბაზარი არა, იმიტომ რომ რაჭა და დათვი და რაღაც ხო ხტები, მაგრამ უეჭველი გასაკეთებელი ამბავი, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ადგილია ეს საყინულე და ესე მითხრეს ხო და უნდა ვნახოთ ჩემი თვალით რა. აი მგზას შევუყვებით ახლა აი ამ სილამაზეში და მოკლედ გაჩვენეთ როგორია საყინულე. საყინულესკენ ასეთი ლამაზი ბუნებრივი დერეფნით მიდიხარ და ამ ყველაფერს წვიმა კიდე უფრო მისტიურს ხდის. ნახატები რო ხო იცი მგონიერი ნახატში ვარ და ხა ვიღაცა გარედან სხვა სამყაროდან ხატავს თუ რაღაც ეგეთი რა. ზღაპარია. აი ეგ ნიშანი რო არ მენახა, უფრო შევიგრძნობდი და ვისიამოვნებდი დაკავებით, მაგრამ დიდი იმედი მაქვს რომ არ გაიჩნდება ხა კარმენ დათვი. ხო არ ხადაობრა მისტიკა. დარქივის გაქვს სერიალი ნანახი, აი ზუსტად ეგ აურა და ეგ ვაიბი ტრიალს მგონი აქ თუ შევალ რაღაც წარსულში ვიმოგზაურებ თუ რაღაც ეგეთ. ძალიან მისტიურია და აი ძალიან მასიურია, გესმით ხა არ ვიცი აქ როგორ ჩანს კამერიდან, მაგრამ აი რო უყურებ აი რაღაც სიდიადეს უგრძნობა ქაურობისას რა. ამ ადგილს იმიტომ ქვია საყინულე რომ აქ ძალიან ცივა რა და ყოველთვის ტემპერატურა არის 0 გრადუსი. ნუ ყოველ შემთხვევაში ასე მოვიძიე ინფორმაცია. მაგრამ მგონია რომ ეს უფრო ადრე იყო, როცა აი ქვევით სულ ყინულები იყო რა. ახლა დამდგენარია ალბათ გლობალური დათბობის გამო არ ვიცი. მაგრამ მაინც ძალიან ცივა, შეხედე? სიცივია მოკლედ რა და აქ თუ გადაწყვეტ მოსვლას აუცილებლად ჩაიცვით თბილად. აი ასე ჩამოდის აქედან წყალი. და სავარაუდოდ ეს იყინებოდა, უბრალოდ ახლა საერთოდ არ არის ყინული რა. ვა, ნახე. აქ გადის. ისეთი ხმები მოდის. აი გადის რაღაცა გვირაბი, მაგრამ ჩამოშლილია კლდე. რა თქმა უნდა იქ ვერ შევალ. მოკლედ. ნელ-ნელა იწყებს დაბნელებას რა. ხო და მაგრამ ეშინია. რო არ დამაბნელდეს აქ. ამიტომ მოდი ხმე დავიზრები. მაინც მე მგონი გაჩვენეთ და აქ გაქმევინეთ აქაურობის სიდიადე და სილამაზე. წავედით. გაბუნის კლდეები. ინსტაგრამზე მომწერა ერთმა გოგომ, ჩემ სოფელში ამოდი და გაბუნის კლდეები ნახე უეჭველადო. ხო და მეც დავიძარი. ავედი მაცაბერიძეებში და იქიდან უკვე ფეხით მიწევს ლაშქრობა. ახლა ჩემი მიზანია რომ მოხდე აი აქ ეს არის გაბუნის კლდეები და გაბუნის კლდეებიდან ჩანს ძალიან დიდი სილამაზე. თან ამინდი გვიწყობს ხელს, იმიტომ რომ სუნისლია, თან ცოტა წვიმს და რაც თავარია მიმაქვს სკომი, იმიტომ რომ მინდა რომ ეგ მუღამი გავისწორო, აი კლდის წვერზე უნდა დავჯდე და ესე გადავხედო რაჭას. ერთი 10 წუთი ვიჯდები და ბოლოდ აი შევიგრძნობ ამ სილამაზეს რა, ხო, თან ეს მიმაქვს აი. მომჯერად ნადირი რო შემხდეს, ამას რო გამოვიყენებ, თქვენ ხო გჯერათ მაგის. მე ძალიან მჯერე მაგალითად. ხო და წამოიხა დავიზრათ და ვნახოთ როგორია გაბუნის კლდეებისკენ მიმავალი გზა და მე თვითონ გაბუნის კლდეები. გზა კლდეებისკენ სასწაულია. თუ არ გაჩერდებით, დაახლოებით 40 წუთში ახლავთ. მაგრამ მე შუამდე მისასვლელად საათნახევარი დამჭირდა, იმიტომ რომ დრონი რო აუში ვეღარ ვსვავდი, იმდენად ლამაზი იყო მთელი ეს მხარე. ვიღებდი გიჟივით. მეგონა რომ პირადად ჩემი კამერისთვის პოზირებდა ბუნება. იმდენი კადრი გადავიღე, რომ ყველას აქ ვერ ჩავდევ. მოკლედ მაგრად არ მესწავდება რა სიტუაციაში ვარ ახლა რა. მე ხევარ თითქმის გავიარე. აი ესეთი აღმართი არის სასიარულო. ჩქარა ვერ დავდივარ რა, ძალიან ძიმია ეს ყველაფერი გასაცვათრებ და თან არ მინდა რომ არავიდე, თან მშინია ასვლის რო დამაბნელდეს რა, იმიტომ რომ ფანარის არ წამომიღია და ნადირი რომ გაიშთოს და თავი მოიმკვდარუნე და რაღაცები არ და ვერ მოიმკვდარუნებ თავ შანსია და დათვი რომ მიდგას წინ. ვერა, ხო და ფიქრობ ხა გავაგრძელო თუ მოვბრუნდე. ჩევიჯვი და მოვბრუნდი. ამ ნისლიანი ხედით მაინც ვისიამოვნებ მეთქი ცოტა ხანი, მაგრამ წვიმა წამომეწია და კამერა დამისველდებოდა. მერე მოვიკითხე ნადირი ბოლოს როდის ნახეთ მეთქი აქ და არასდროსო. ხო და შეგულიანებული ამოვბრუნდი უკან. მაინც ამოვედი. უბრალოდ სასიარულო არის ძალიან აღმართები რა, ალბათ 400-500 მეტრი. საბოლოო ჯამში კიდე მოდიხარ უკვე აქ ამ სილამაზეში. ამიტომ არ დაიზაროს. არ ყოფილა დათვი.
აი ესეთი ზღაპრული ადგილია გაბუნის კლდეები და აქ თუ ამოხვალთ და არ იტინკიცებთ ძალიან გაგისწორდებათ რა ზღაპრული ხედებია და რაღაც სიდიადეს გრძნობ აქ რო დგახარ რა ამიტომ არ იტინკიცოთ განსაკუთრებით გადაღების დროს იმიტომ რომ აი ხალხი არ არის მაგრამ შეიძლება მოულოდნელად ისე ამოვარდეს რომ აი შეგაქანოს რა და წაგიღოს დაგაკარგვინოს ორიენტაციით რომ ქვემოდან უბეროს რაღაცნაირად ამ კლდეებიდან რა ხო და მოკლედ ძალიან მაგარი ადგილია აუცილებლად ამოდით აქ და დატკბით რაჭული აი ამ კუნჭულის სილამაზით მრავალძალი. დღეს დიდებულ მრავალძალს და ბართლომე ბაბუს მოვინახული. ამბობენ მრავალძალზე თუ არ ახვედი, ჩათვალე რაჭა არ გინახავსო. ამ ნათქვამში ეგრევე დავრწმუნდი, როგორც კი აღმართებს დავადები. საოცარი ხედები გადაიშალა და სიამაყით ვისებოდი იმის გააზრებისას, რომ მთელი ეს სილამაზე ჩვენია. გზად ვიღაც იდგა თეთრი მანქანით. მე მივხვდი ისიც სახმანქანა იყო და უკანა გზაზე ღვინოს ვაჩუქებ. კარგად დაამახსოვრდება ჩვენი ქვეყანა. მანამდე გეტყვით რომ ეს ტაძარი უკვე 10 საუკუნეა ამაყად დგას და აცოცხლებს ამ მხარეს. აქ ინახებოდა ისეთი ისტორიული ნივთები, როგორიცაა ჯალალედდინის მუზარადი და შაჰაბას პირველის ხმალი. აქაურობას უსაყვარლესი ბაბუ ბართლომეულის და ის უკვე 16 წელია ყოველ დილით თავის სახლიდან აქ ამოდის და საღამოს უკან ბრუნდება. დღის გათენება და დღის შემობრდანება მიხარი ამ ტაძრით რომ შევდივარ და პირველს რო გედევიზერ და ლოცვილო. და ყველას მოუწოდებ რომ ირწმუნონ ღმერთი და იქნებ გოშოროს რამე. ნუ გავკადნიერდებით. მიუხედავად საქმეს ჩვენ თვით. რო აღარ ვიქნება, ჩემ თვითაფლოვი ექანა არის და თუ მოხვალ შენდობაში მომითვალე და გევიგები იქნა არ მომოტყუილო. გაიხარ. ბართლომე ბაბუ წელს ერთგულების სიელითაც დააჯილდოვეს და ესე გაუხარეს გული ამ ადამიანს. აგერ სახმანქანით დგას ტურისტი, ეხლა მივადგები და ნახოთ ჯერ როგორი სახმანქანა ყავს და მე რამდენად მოწონს ჩვენი ქვეყანა. ძალიან საინტერესოა. რაც მანახეთ. რა საყვარელი მანქანაა, მაშინ ხედე. Hello, bro. How are you doing? Now in person. How are you? Yes, nice to meet you. My name's Aiden. Welcome to my van. Yeah, I got this van here a month ago in Kutaisi and already built out. It's got a nice secondary bed down here, main sleeping area up here that I can pull down when it's time to go to sleep. Got a sink, stove, fridge, and everything you could really ask for in a van. Bit of a mess right now, but you know, that's how I live. მოკლედ ეს არის ხვანჭკარა, რომელიც მაჩუქეს ქვემოთ და ეხლა მინდა რომ ამ ადამიანს ვაჩუქო, რომ გასინჯოს და მიხვდეს როგორია ნამდვილი ხვანჭკარა. So bro, this is ხვანჭკარა. It's called ხვანჭკარა. It's like one of the most expensive and beautiful and tasty and top of the top wine. Yeah. So I give it to you. Oh, and you can on the sunset will be like super crazy here. Yes, That's why I came here actually. So on the Amazing. sunset you can kind of try. Okay. Think of your future in Georgia, and Yes, you will be like yes. really happy, bro. Thank So, you, yeah, man. from this is the gift from Georgia to you. Appreciate it. Yes, thank you. I think the Georgian driving experience is a bit unnerving, to say the least, at first, especially in Tbilisi. But yeah, when you're out here in the countryside, it's like, I mean, this is what I live for. Just like having views like this. Oh my gosh, it's just amazing. Yeah, I'm really looking forward to the winter, and snowboarding around here in Kazbegi and Svaneti will be amazing. So I'm really excited for that, and yeah, just been enjoying the fall here. Georgia made you excited. Oh, absolutely. Yeah, I didn't know what to expect when I came here. I had a friend who lived here or had been here before, and he highly recommended it. I didn't do a ton of research, and I'm just blown away by the natural beauty of Georgia. It's incredible. მე ჩემს სახმანქანაზე მეკითხებოდა, დავათვალიერებინე, რაღაცებში დავაკვალიანე. მზის შესვლის ფონზე საქართველოში სანახავი ადგილები ურჩიე, თვითონ თავის ცხოვრებაზე მიყვებოდა მე ჩემსაზე და ასე სასიამოვნოდ გავატარეთ დრო. Ja,
I'm gonna make a toast now. Since you're our guest, since it's your first time in Georgia, Yes. let it be for Georgia. For Georgia. a country that's gonna surprise you. That's gonna give you some emotions that you, I think, won't ever forget. Because it's more than emotions, it's more than just the country, it's more than just the nature, it's something else, you know? And you will understand it when you go back to your country. There will be one night before you go back, before you go to the bed, and you know there's a 10 minutes when you think about everything. At this moment you will remember Georgia, and you will remember how good time you spent here. So let this toast be for Georgia. საქართველოს გაუმარჯოს. გაუმარჯოს. ამ ლაპარაკში მზე ჩავიდა და ვერ მოვასწარი დრონით გადაღება. ამიტომ სხვა დღეს კიდევ ერთხელ ამოვედი მრავალძალზე. მრავალძალზე თუ არ ამოხვედი და მზის ჩასვლას არ დაესწარი, რაჭა არ გაქვთ ნანახი ჩათვალეთ რა. აქეთ მზე ჩადის, აქეთ წვიმას უტყავს მზე და რაღაცა ზღაპარი ხდება, აქეთ კლდეებზე ნისლია. ბიჭო, ეხა დრონს ავაფრენ და მოემზადეთ. 1, 2 და 3. ცეკვა რაჭული. მრავალძალიდან ჩამოსული ამ მაგარ ხალხს გადავეყარე. ახლა მოემზადეთ ყველა ქართველი და არაქართველი, იმიტომ რომ თქვენი სისხლის ადუღების დრო დგება. ვიდეო რაჭაზე არაფერი იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო შეგნით რაჭული ცეკვა, ხო და? ულამაზესი ბაბი და უსიმპათურესი საბა, ახლა თქვენ სისხლს ადუღებენ. მოემზადეთ 1, 2 და 3. გადამოდექი განიგანი დაში ბიჭო დაშიო და გოგო შენ გიგენაცვალე გავლა გამოლაშიო გადამოდექი განიგანი დაში ბიჭო დაშიო გოგო შენ გიგენაცვალე გავლა გამოლაშიო გადამოდექი განიგანი დაში ბიჭო დაშიო გოგო შენ გიგენაცვალე გავლა გამოლაშიო გადამოდექი განიგანი დაში ბიჭო დაშიო გოგო შენ გიგენაცვალე გავლა გამოლაშიო ფიგურეთ ვერ გამიგია ეს გოგონა ჩემია ჩემო თომას თუ Dale que mi madre querías Dashi bicho mi orgunargo Suego con dashi bicho mi orgunargo Suego con dashi bicho mi orgunargo Suego con dashi bicho mi orgunargo Suego Querías tú que mi padre Vagus buze bujarso Jensa ukas que mi pizze Uker nesi mi calso Tango de kigami gami dashi bicho dashio Gogo sheki que nazale gauda gamolashio Tango de kigami gami dashi bicho dashio Gogo sheki que nazale gauda gamolashio Bravo, ხალხო, bravo. Super, მე სიტყვებით მართლა შეუძლებელია გადმოვცე ახლა ის, რასაც გრძნობდა, რაც ჩემს თავს ხო დარწმუნებული მაყურებლის გულებში იგივე ხდება რა. მადლობა რომ არსებობთ და ეს შეგვაგზნობენ ჩვენ მაყურებელს რა. რაჭა ჩვენი სიყვარული. რაჭა ჩემი სიყვარულიც არის ამიერიდან გადაწყვეტილი არ მეთქე გეტენებით რაჭველებს. გეტენებით გადაწყვეტილია. ბიჭი 150 ფრინველით. სოფელ ჟოშხაში ერთი უმაგრესი ბიჭი ნიკა სანთელაძე ცხოვრობს. ქალაქში წასვლის და ცხოვრების იქ მოწყობის ნაცვლად ის რჩება საკუთარ მშობლიურ სოფელში. მეტიც ის ცდილობს თავის თანატოლებს აჩვენოს და გაუხვიოს სოფლის სიყვარული და ხო გაინტერესებთ ამას როგორ აკეთებს, რა საქმიანობს, რატომ მოვედი აქ, რატომ ვიღებ მას. ახლავე გაჩვენებთ ყველაფერს. ნიკამ თავისი სახლის უკან დიდ ეზოში საკუთარი ხელებით მოაწყო ფერმა და იქ 150-მდე ფრინველს, მათ შორის უცნაურ ჯიშებს, 3 ცხენსა და 1 ძროხას უვლის. ეს არის დეკორატიული სახეობა, იაპონური შაბო. ეხლა გაჩვენებთ ჩემს დეკორატიული ჯიშის მილფერის ქათამს, რომელიც იყო ერთ-ერთი პირველი, რომლიდანაც წამოვიდა სხვადასხვა სახეობის ქათმების მოშენების იდეა. ასეთი ულამაზესი არის. ეს არის ამის მაქსიმალური ზომა. ეს არის დეკორატიული ჯიშის ქათამი. Tuk.
მოკლედ, ნიკა არის 17 წლის. კი ბატონო. სწავლობს უნივერსიტეტში და აქვს აი ამ ხელა ფერმა მოწყობილი რა. და ძალიან საინტერესოა ყველაფერი. მიდიაში შენ გამოძრავი სოფლის სიყვარული. ადამიანს სოფელი უყვარდეს, ამას ვერ იზავდა რა. მოდი გითხარი ხა შენ რეალურად რა არის შენი მამოძრავებელი? რატო აკეთებ ამას? რა სულისკვეთება გაქვს და რატომ ხარ დღეს აქ და რატომ საქმე მაემყოლხარ რა? კი ბატონო. ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებ, რომ პირველ რიგში შინაგანად მე თვითონაც მაქვს სოფლის, ცხოველების, ფრინველების და ზოგადად აქაურობის სიყვარული და ასევე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ სოფლის მეურნეობაც იყოს მეტად უფრო განვითარებული და ვფიქრობ, რომ ჩვენ ახალგაზრდებმა თუ არ მოვინდომეთ, ეს ყველაფერი იქნება შეუძლებელი. პირველ რიგში სირთულე იყო განსაკუთრებით ის, რომ ჩემი ასაკის ბავშვისთვის ვიყავი 9 წლის, ძალიან რთული იყო მეგობრებთან ამ ყველაფრის გამხელა. ბავშვების მხრიდან რაღაცნაირად ცოტა ცუდი დამოკიდებულება იყო, ასე რომ ვთქვათ, ცოტას დამცინოდნენ და თავიდან სიმართლე რომ გითხრათ, რაღაცნაირად ვიკავებდი თავს იმისგან, რომ გამხილა, რომ მე სკოლაში წასვლამდე სხვა საქმეს ვაკეთებდი, მაგალითად ვუვლიდი ძროხას, მაგრამ მე წლების მატებასთან ერთად რაღაცნაირად მივხვდი, რომ ანუ ეს საქმე, რასაც მე ვაკეთებდი, არა დასამალი და რაღაცა სამარცხვინო და წყალებში ვთქვათ გასატეხი იყო, არამედ შეიძლებოდა რომ ვიღაცისთვის მოტივაცია ყოფილიყავი. ნიკას თავის ფერმის გვერდები აქვს TikTok-ზე და Facebook-ზე, ამიტომ ამ ვიდეოს ყურებას რომ მორჩებით, გთხოვთ აუცილებლად გამოიწერეთ ორივე მათგანი, რომ კიდევ უფრო დიდი სტიმული მიცეთ ამ მაგარ ბიჭს იმ საქმიანობაში ასაკეთებს. ცხოველებთან, ფრინველებთან და ზოგადად სოფლის სიყვარულიც ბაბუას შთაგონებით არის. პატარა რომ ვიყავი, ბაბუას დავყავდი ყოველთვის ცხოველებთან, ფრინველებთან. ის როგორც ვულიდა მეც ვუყურებდი და ვსწავლობდი. სამწუხაროდ ეხა ის აღარ არის, თუმცა ვფიქრობ, რომ მის დანატოვარ საქმეს და რაც უნდოდა რომ გამეკეთებინა მე, იმას ვაკეთებ. რაჭა ჩემი სიყვარულია. ნიკასგან ამბროლაურში ამოვედი, ნოუბარში დამპატიჟე, ცოტა დავლიოცო და მეც სიამოვნები დავთანხმდი. ძალიან კაი როტრიალებს, ბევრნაირი სასმელი, კომფორტული მოსაჯდომები, აი სამეგობრო რო კაი საღამოს გაატარებთ, ეგეთი ადგილია. მაგარი ხალხიც გავიცანი. იდეაში ცოტა უნდა დაგველია, მაგრამ არ გამოვა. რაჭა ჩვენი სიყვარულია. აბა რა. რაჭას გაუმარჯო. რაჭას გაუმარჯო. მერე კიდობანას მივადექი. ასე ქვია აქაურობას, ხო და? დღეს აქ გამოვიძინებ. საწალიკეს მთა. სასწაულ ადგილას გავიღვიძე, არა და ღამე არ ეტყობოდა ეს სილამაზე. ტყეში ჩაგდებული კოტეჯი და მაგარი სუფთა ჰაერი. ეს დათოა, სულ თავისი ხელით აშენა და აშენებს კიდობანას. მოკლედ დათო გვენცაძე მაგერ ჩვენმა ძმამ მითხრა რომ მაგარი ადგილი უნდა გაჩვენო, საწალიკეს მთა ქვიაო. ეგეთი რამე არ გექნება ნანახიო აქამდეო. აქო, მეთქი წავედით. და მოდი ვნახოთ რა არის საწალიკეს მთა. ცალხიდიანი მანქანით არც გაიფიქრო წასვლა. გზა რთულია, მაგრამ ბოლოში რაც დაგვხვდებათ იმად ნაღდად ღირს. ასე 1 საათში ნახევარი გზაც გავიარეთ. და გავჩერდით რომ ამას შეხედეთ. ეს არის რაჭის მხარე, ანუ ეხლა ვართ იმერეთის და რაჭის გასაყარზე რა, აქეთ მხრიდან რაჭას უყურებთ და აი გზევით რო ვალთ, იქიდან გადავხედავთ უკვე იმერეთს. რა სილამაზეა, ხო არ გადავ. საღოლძმო. ესეთ იმას არ ველოდი, ხო ხტები? მეთქი კი მაგარ ადგილას ავდივართ, მაგრამ პეიზაჟი ნახატი ძმო. აქედან აღარაა სირთულე და მალევე ვეზიარე საწალიკის სიგიჟეს. მოვედით. და ვნახოთ აბა ხო არ გადაო, ძმაო. ამას შეხედეთ, ხო?
ის როგორ შეიძლება არ იცოდეს ყველა და როგორ შეიძლება ამას არ ავაპიარებდეთ და როგორ შეიძლება ხალხი არ ამოდიოდეს და არ ტკბებოდეს აი ამ ყველაფრით სიგიჟე აქ ამოსვლას თუ დააპირებთ გაითვალისწინეთ რომ ამინდი შეიძლება მოულოდნელად შეიცვალოს რა ძალიან სივა ყინავს ეს მაღალი ბალახები გასველებს და ანუ აი უნდა გაძლებაზე უნდა იყო მაგრამ ღირს იმიტომ რომ ბუნება გაძლევს ზღაპრულ საფასურს ამის სანაცვლოდ ამიტომ აქ ამოდით ხალხო და ეს ყველაფერი ნახეთ საკუთარი თვალით ისეთი ნისლი ჩამოწვა ვეღარაფერი გადავიღე თან არც გამოდარებას აპირებდა ამიტომ ჩავბრუნდით სახლში მოვედით სახლში ეხა გავთვებით გავშრებით ბუხარს დავანთებთ და გადავალთ გვერდზე 50 მეტრში არის მღვიმე კიდობანა და გაჩვენებთ რა ლამაზი ეკავრობა მაგრად გამოვშრი, ცოტა ვჭამეთ და გავედით. კოტეჯებიდან 50 მეტრში შეხვდებით აი ესეთ კლდეს, აი ესეც. აქეთ მხარეს არის ჩანჩქერი, პატარა და მის ქვეშ შევდივართ უკვე მღვიმეში. მღვიმე პატარაა, მაგრამ საკმაოდ მისტიური. ჩანჩქერის წყალი შიგნით შემოედინება და ბოლოსკენ გუბდება. ეს განათებებიც დათომ გააკეთა, რომ მომსწოლს კარგად აღიქვა აქაურობა. აქაურობის კეთება დაიწყე 5 წლის წინ, ამ ეტაპზე ვაშენებ მესამე კოტეჯს. მინდა რომ კიდობანა იყოს ისეთი ადგილი, საიდანაც ადამიანები წავდნენ ბედნიერი. ამ ყველაფერს ვაკეთებ ჩემი ხელით. რაჭა ჩემი სიყვარულია. მომღერალი ოჯახი. ახლა ისეთი ოჯახი უნდა გაჩვენოთ, რომ აი თუ ოდნავ ის ქართველობა გაქვთ სისხლში, აი აუცილებლად ემოციები შემოგიდევთ და თუ ქართველები არ, if you are not Georgian, they are going to make you want to come to Georgia. ამიტომ დავიწყოთ. ეს ბერელი ძეების ოჯახია, რომელიც უკვე 10 წელია რაჭაში. კერძოდ ონში წამოვიდა საცხოვრებლად. ამ ეპიზოდში საერთოდ არ ვილაპარაკებ. უბრალოდ დადგმით და ისიამოვნეთ მათი სიმღერით. კაცი მეტეორის ნატეხით. კი ბატონო, ეს მეტეორის ნატეხია, რომელიც სხვა ბევრ დაუჯერებელ ნივთთან ერთად ონში, თემურ გუგეშაშვილის სახლში ინახება. ბატონმა თემურიმ 40 წელი თბილისში იცხოვრა და ბოლოს დედაქალაქის ქაოსს რაჭაში გაექცა. მის სახლს ხატვრის სახლი ჰქვია, რომელსაც უჭკვიანესი ბობო დარაჯობს. ბობო, შეშა მოიტანე, მოდი შეშა მოიტანე. ბაგი, საჩი შეიტანე. ეს არის სახლი, სადაც შეხვდებით მეტეორის ნატეხს, ზვიგენის კბილს, ხოჭოებს, პეპლებს, უძველეს იარაღებს, არ ვიცი, სხვადასხვა ისტორიულ ისეთ ნივთებს, რომელთა წლოვანებაც არის ასეულობით და 1000-ობით და 10,000 წელს მოიცავს. არ ვიცი, რანაირად ხდება ეს ნივთები აქ ამ სახლში, მაგრამ ფაქტია. თუ ოდესმე რაჭაში მოხვდებით და წამოხვალთ აქეთ ონისკენ, აქ აუცილებლად უნდა შემოიაროთ და ეს ყველაფერი ნახოთ საკუთარი თვალებით, იმიტომ რომ არ ვიცი, აი საოცრებაა მართლა რა. ესეც ბრინჯაო 3000 წლის არის, ოღონდ ეს ქვევითაა ნაპოვნი ცაგერისკენ. ჯარისკაცის საფლავი ნახეს. ურის მტკის დროს ესეთებს თითებზე იკეთებდნენ. რომ შემთხვევით თითი არ დაეზიანებიათ ნამგლით. პატარა მღვიმეში მომშიშქრე მიწა და მოვიდა ძვლები და ეს იყო იმისი რქები.
და ნეკნებში იყო ეს ისრის ბუნიკი. რაც ცხოველია ვერავინ ვერ მითხრა. მითხრეს წავიღებ თუ ლაბორატორიაში და დავადგენ თუ რა არის, მაგრამ ზუგენის კბილი. დროთაგანობაში დაიწვა ეს კბილი და გაშავდა. სამფეხა სავარძლის კულტურა ჩემს ბავშვობაში შემორჩენილი იყო, კიდევ ყველა ოჯახში იყო სამფეხა სავარძელი. სადაც ჯალაბის უფროსის ჯდებოდა სხვის დაჯდობა არ შეიძლებოდა. სამფეხა სავარძლის კულტურა მსოფლიოში არსად არ არის, ერთადერთი ქონოთ ფარაონებს. ბატონმა თემურიმ საოჯახო სასტუმროც მოაწყო და აქ მოსულ ქართველ თუ არაქართველ სტუმრებს თელს ამ ისტორიას და კულტურას არა მარტო სიტყვიერად, არამედ პირდაპირ ნივთმტკიცებულებებით აცნობს. ჩემთვის ბედნიერება ის, რომ ვაკეთებ იმას, რაც ჩვენი კულტურა არის, რაც ჩვენმა ხალხმა მოიტანა დღემდე. ვცდილობ რაღაცებაში გადავარჩინო და შევინარჩუნო და ვასწავლი ბავშვებს კიდევ. რა გამომივა არ ვიცი. რაჭის ცა. რაჭა იმდენად ლამაზია, რომ ჩემი მოგზაურობის განმავლობაში მხოლოდ დრონით გადაღებულმა კადრებმა 1.83 ტერაბაიტი შეადგინა. ვიფრინე 210 კილომეტრი, ჯამში 18 საათზე მეტი. თან არც დამწყები ვარ, აი გასართობა დრო ვიყო ცაში, მხოლოდ განსაკუთრებულ კადრებს ვიღებდი. მიწას რომ თავი დავანებოთ რაჭიდან დანახული ცა რაღაც სულ სხვა ლეველია და დღეს ღამე ჩემი საყვარელი მომენტი დადგება. გალაქტიკის გადაღებას რომ დავიწყებ. გლოლაში ავედი. მოტიტულებული ადგილი შევარჩიე. მალევე ამომადგა ის საყვარელი წყვილიც თავიანთი კემპერით. ისინიც თავის პატარა თავგადასავალში არიან და დღეს უბრალოდ გავერთიანებთ. დაუბანაკდით, ცეცხლი დავანთეთ, ჭამეთ, ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ, ყავა დავლიეთ და მორიგი დასამახსოვრებელი საღამოც გავატარეთ. ვის დაეცა ჯეკპოტი? ვის დაეცა ჯეკპოტი, ხა? მალევე ჩამოგვდევდა. იქხანს ვერ გაჩერდა ეს კაი ხალხი. ქუთაისში ეჩქარებოდათ და წავიდნენ. და დავრჩით მხოლოდ მე და თვარე. ნახეთ რა განათებაა, ხო არ გადავა, მამა შეხედე. ეხა კაი ცოტა ცეცხლი მანათი, მაგრამ აქეთ გამოვიწევ, შეხედე. ნახე. ნახე რა მაგარია. ეხლა აუშვით ჩემი დრონი და ზემოთ. რა შექმნას ეს ნათების ეფექტი და მოდი ეხლა უნდა გადავიღო კოსმოსური ფოტო, თითქოს მომაკითხეს, ხო და? მოდი ვნახოთ რა გამოვიდა, ცოტა გავერთოთ ამ შუა ღამეში. სასწაული ღამე იყო. ფილმში მეგონა თავი მართლა. თან ადრე ვერ ვუგებდი იმ ხალხს, ცოტა ხნით მარტო ყოფნა რომ უნდათ ხოლმე. მაგრამ აქ ყოფნისას მაგრა დავამოღამე ეგ ამბავი. რაღაცნაირად სხვანაირად ფიქრობ, ბევრ რამეს ფიქრობ და აანალიზებ. ვიბოდიალეთ მე და ცუგური. კაი ფოტოებიც გადავიღე და ბოლოს, როგორც იქნა, დადგა ჩემი საყვარელი მომენტიც. როცა წვები ძირს, იყურები ვარსკვლავებით მოჭედილ ცაში და იაზრებ, რომ ნამცეციც კი არ ხარ ამ საფრთხეში. მეც მოვდე სიმღერებში ვისწრებდიან გერდად, on თართო ამემსულ სიროგო ჩაიხედა, თუ სიზმაროით შეისხაციდან თამდე ფრთები და გაშალა ოცნებათა ლურჯი ალკდები, როგორც ნով რომ სულისტის ამ ზვალრო აღნარდა, სიკვდილის გზა რა არის ვარდის ფერგზის გარდა, რომ გზაზე საპარიან გოსსან ციტამავე, როგორც დროს ყოფილაზე ნაზი ღამე რომ აჩდილო, მეცეს ახლოს სიკვდილს ვეგელები, რომ მეფლარ და პოეტი და სიმღერის მტები, რომ დაყვება საუკუნეს სანთან ჩემიქნარი. Ჯერას დროს არ ყოფდა ფარე ასე წრეს. არჩვი და შოდა კედელა. ჩემს მიღმა რომ მწვერვალს ხედავთ, შოდა კედელა ქვია. მასთან მაქსიმალურად მიახლოებაა დღეს ჩემი მიზანი. 2 საათის სავალზე ნასახლარია. წინაპრები ადიოდნენ, რჩებოდნენ და მესაქონლეობას ეწეოდნენ. დავიძარი და აქ ჯერ კიდევ არ ვიცი, რა სასწაულად გამიმართლებს. ერთი ის, რომ არჩვის სწავლა წყდებით კლდეზე და მეორე ის, რომ მისი უნიკალური კადრების გადაღებას შევძლებ. დაახლოებით 2 საათის სავალია გზა, დანიშნულების წერტილამდე. სულ აღმართები, ამიტომ აქ ცხენიც გარეშე არ გირჩევ წამოსვლას. თან გირჩევთ, რომ არ დააგვიანოთ ამოსვლა, აი როცა ყველაფერი გადაფერადებულია, მაშინ წამოხვიდეთ. მე ცოტა შემაგვიანდა, მაგრამ არა უშავს, მაინც ლამაზია და მაინც მაგ გადასწორებს ეს გზა. ნელ-ნელა უახლოვდები შოდას. და სიცივესთან ერთად ადრენალინიც იმატებს. იდეაში დალაშქრაც შესაძლებელია, ხალხი ადის და თხილამურებით ეშვებიან. უბრალოდ ჩვენ არც ეკიპირება გქონდა, არც გამოცდილება. ამიტომ ქოხთან მივედით და აქ ყოფნას დავჯერდით. გადმოვედი ცხენიდან. კარგად შევხედე და მთელს სხეულში სიამაყის გზნობამ დამიარა.
ამ ზღაპარში დაბნელებამდე გავჩერდებით, ცეცხლით ავანთეთ, ახლა ცოტა შევჭამთ, ცოტას დავლებთ და მანამდე მინდა გაგაცნოთ აი ეს ძალიან მაგარი ხალხი, რომელმაც, რა ვიცი, 5 თითივით იციან მთელი ეს ზემორაჭა, ცხენები ყავთ და გადაღეჭილი აქვს მოკლედ აქაურობა რა. ხო და თუ კი არა რა თუ აი ამ კადრების მერე აქ რო ადამიანს ამოსვლა არ მოგინდება, არ ვიცი. ხო და როცა ამოხვალთ და ცხენები დაგჭირდებათ. აგერ ძმაო, ეს ხალხი მოგატარებენ გემრიელად, როგორც მე. აქ დავიბადე, აქ გავიზარდე გიო. შეყვარებული ვარ ამ ლამაზ ადგილზე და მიხარია რა, და დიდი ბედნიერება რომ ეს ადგილას დავიბადე და ასეთ სილამაზეს ვუყურებ რა. თუ იმ სურვილი ექნება და თუ იმ მოინდომებს, ნებისმიერ ადამიანს ვანახებთ ესეთ სილამაზეს და გაუზიარებთ თუ როგორი ლამაზი არის ჩვენი რაჭა. რაჭა ჩემი სიყვარულია. თელს რაჭას და სრულიად საქართველოს გაუმარჯოს, გაუმარჯოს. საქართველოს გაუმარჯოს. აი, ეს ვიმღეროთ და ისე დავიდე და სიმღერა არა, მაგრამ ბევრი ვილაპარაკეთ, მაგარი ისტორიები გავცვალეთ, გემრიელა ვსვით და ვჭამეთ. მოკლედ აქ ჭამდით რა და ვერ მოვასწარი იმ მომენტის გადაღება, როცა ერთ-ერთმა ბიჭმა ბინოკლით გააძროეს არჩვი და იძახის რომ აუ ხო არ გადაობა არჩვი დგას არჩვი და მეთქი სად არჩვი მეთქი ჯეკპოტი დაგვეცა თუ რაღაცა რა და უცბად კამერაზე კი არ წავედი რომ მეთქი ეს გადავიღო ეს მომენტი რა, ანუ დრონის აწყობა დავიწყე, მოკლედ ავაწყე, ავაფრინე და ახლობით 900 მეტრზე ავედი ჩვენი დგომის წერტილიდან და დავინახეთ პირდაპირ არჩვი და მეთქი ხო არ გადაობა, ანუ აი ძალიან დააგვირგვინა მოკლედ ეს ეპიზოდი ამ არჩვმა ხო და ინებეთ ბატონო ჩემო არჩვის გადაღება. მისია ზედმეტად წარმატებულად ჩავთვალეს და გავუდექით გზას ხევისკენ. ჩამოღამდა ამასობაში და ისევ ესე დიდებულად იყურება ჩვენი ყინვარები. ხო და მოკლედ კიდევ საათნახევრის გზა დაგვრჩა ღებამდე. იმედი მაქვს რომ მხოლოდ ჩვენ ვიქნებით და საერთოდ არავინ არ შეგხვდება გზაზე. არავინ შეხვედრია. ცოტა საშიში და მისტიური კი იყო გამეთ ტყეში სიარულით, მაგრამ ღირდა. შეყვარებულები. დავადექი გზას ღებისკენ. დღეს ორი არანორმალურად საყვარელი ოჯახი უნდა გაგაცნოთ, მაგრამ სანამ მათთან მივალ, პატარა მუღამი უნდა გავისწორო და უკომენტაროთ გაყურებინოთ. მოდი ვითომ უცხო პლანეტელები ვართ და გადავფრინდეთ, გადავიპაროთ პატარა ღებში და ნახოთ როგორი აურა სუფევს აქ. სტუმრად მოვედი უსაყვარლეს ოჯახთან, ილოსთან და ნანასთან, რომლებიც ქალაქიდან აი ამ სილამაზაში გადმოვიდნენ საცხოვრებლად და კი, ისინი აქ აპირებენ დაბერებას. ვაში.
ასე შესავით სამოგზაუროდ ვიყავი მეც რაჭაში და მოვინდომა საინტერესო ადამიანების გაცნობა მეც მიმიყვანეს ილოსთან. რადგან მაშინაც ასე ბევრი ძროხა ყავდა, თავისი საკუთარი ფერმა ყავდა, ქონდა იქ მთაში, სადაც ახლა თქვენ მიდიხართ. ხო და მიმიყვანეს ილოსთან მაგ გაცნობიდან ძალიან მალე დავოჯახდით. სვანეთიდან პირდაპირ გადმოვედი რაჭაში საცხოვრებლად. სვანეთში მუშაობდი მაშინ, ესე მოგზაური ვიყავი პერიოდულად ხანსაცხოვრებლად ხანსა და გადმოვედით რაჭაში. ილო მანამდე 6 წელი იყო რაც აქ ცხოვრობდა და აქედან უკვე გავაგრძელეთ თანაცხოვრება. მე უფრო მეტად მიწასთან მუშაობა მიყვარს, ილოს ცხოველები, ფრინველები და რაღაცნაირად ყველაფერს ვცდილობ რომ შევეჭიდოთ და ყველაფერს მოვებად. რომ გაიზრდება მე უკვე თვითონ გადაწყვეტ, უნდა თუ არა სოფელში. გაგრძელება, მაგრამ ეთყობა რომ ძალიან მოსწონს თვითონაც, იმიტომ რომ აქედან რომ მივდივართ, ერთი სული აქვს პირველ რიგში დათის რომ როდის დაუბრუნდებით სახლში თავის კოკოკოებთან და აუებთან და მუუებთან. ჩემთვის აქ ცხოვრება ყველაფერი არის, რავი. საქონელთან, ფრინველებთან, ნუ პირველ რიგში ოჯახთან ურთიერთობა აქ ცხოვრებიდან გამომდინარე თავისუფლად გრძნობ თავს. რავი, ყველაზე მეტად ბედნიერი ვარ, როცა ღებში ვარ. ერთი დღით, ორი დღით თუ მინდა რამოდენიმე 3-4 დღით რო სადმე მიწევს წასვლა. რავი, ღამეებიც არ მძინავს მე მგონი და რავი. მე მგონი კი არა, ანუ ესე არა, სხვაც რომ მოდის ღებში, ისე უყვარდება თაქაობა, თავისთავად ღებელს რო ღები უყვარდეს, გასაკვირი არ იქნება რა. მით უმეტეს, როცა შენ საყვარელ საქმეს აკეთებ, უფრო კარგად გრძნობ აქ ცხოვრებით თავს. თათი. აი აქ რო შემოხვალ და სიმყუდროვე და რავი. აქ რო წინა წლებში რო ვჩებოდით რა. ეხლა რადგან პატარა ბავშვი ყავს. სოფელში ვარ ღამეც და რავი, ალბათ აქ რო დაიძინებ 1-20 წელი ცხოვრება გემატება რა. ისეთ სიმყუდროვე აქეთ რიონის ხმა მარტო რო და რა ვიცი რა. ბედნიერება რა, ჩემი აზრით. ბიჭო, ეს სუნი რო დგას. ანუ აი, სოფლის ის არის რა, ეს სხვა ხიბლია, გეუბნები ძმაო რა, ხო? მეც შენ, იმიტომ რომ მეც ძალიან ის მაქვს აი სოფელთან და ეს რაღაცასთან, ანუ აი ხაც მაგით დავდივარ ამდენს რომ ოცნებას ვიხდენ თუ რაღაცა, ხო? სხვაზე ხარ, აი რაც შენ გაინტერესებდა, რაც გიყვარს სხვაზე ხარ, ხო? მე დავეძებ განსხვავებულ ძროხას. აი ხომ მოვიყვანე, ხომ მოვლენ საქონელი, დაინახავ რა, დავეძებ სხვაზე ხარ განსხვავებულ ძროხას. მინდა რომ ტანით დიდი იყოს, შესახედავათაც მაგარი რო იყოს, მე ის სხვა თავისთავად მაგარ თაობებს მოგცემს, ხო? დეკეული გავზარდე რა პატარა, ჩემით გავზარდე ხმოხვაზე ხა და პირველი შვილები მოიგო ტყუპეები წარმოიდგინე რა და ჩვეულებრივად გაზარდა ორი ხმო ყავს. ახლა უკვე წამოზდილები არიან რა და დადგა მაგარი ძროხა და ეს თავისთავად გისწორდება, ხო? შენ პატარაობიდან შენ ხელში დაიბადება, რო გაზდი და აი ესეთ შედეგს რომ მოგცემს, რომ მეწველიც მაგარია, ორ ხმოს რო გაზდი, სხვაზე ხარ გისწორდება რავი და ერთი დღის რძისგან ამოყვანილი ყველები ამ ქვაბებში ჩავასხა. ეგარი იდეაში შენ საქმიანობა. ხო, ეს არის ჩემი საქმიანობა რა, ამ ქვაბებში ჩავასხა რძეს და მომყავს ნატურალური ყველი, რასაც ქვია რა. ეს ესენი არიან ეს ორი გიოტყუბები. ეს უკანაო. ნანას Instagram გვერდიც აქვს, სადაც თავიანთ ბედნიერ ცხოვრებას პოზიტიური ვიდეოებით ვიზიარებენ. ამიტომ აუცილებლად გამოიწერეთ. ათი ძროხა მყავს და ხბოები 9 ხბო მყავს. წელს ცოტა ნაკლები საქონელი მყავს. წინა წლებში უფრო მეტი მყავდა, მაგრამ 10 ძროხა არის, 10-ვე მეწველი არის. 9 ხბო მყავს, ვიტოვებ ხბოებსაც და 2-3 წელიწადში ისინიც ძროხები დადგებიან და რავი. ესეა რა. რაჭა ჩემი სიყვარულია. სოფელ თევრეშოში ერთი მოხუცი წყვილი ცხოვრობს. სიყვარულია მშობელი ოცნებისა.
უსაყვარლესი ბებო და ნამდვილი ვაჟკაცი ბაბუ. აი ესეთი სიმყუდროვი აქვთ ბებოს და ბაბუს. როგორი აქ ცხოვრება? იგი არაფერი, გლახაბინა გვაქვს, მაგრამ კაი ბინა ამ თაში მქონდა. თაში. ხო, შევადალა, იგი გორი ბოლოკენ თუ ხარ ნამყოფი. არა, აქეთ არ ვარ ნამყოფი. არა. აი ესეთი ფეჩი შეში, აქეთ ტელევიზორი გვაქვს, აქეთ ყველი ნატურალური და გარეთ წვიმა და რავი, ამაზე მეტი სიმყუდროვი რა გინდა ადამიანს. აი შვილო მატონი. აგერ ბებომ ძროხის ნატურალური მაწონის მოგვართვა და ხვდებით ახლა კამერიდან ვერ გადმოვცევ იმ გემოს რომელიც ამას აქვს, მაგრამ წარმოიდგინეთ აქ გაკეთებული მაწონი როგორი შეიძლება იყოს. მაგარია. ორი მეყოლეთ, ბებოს და ბაბუს სიყვარული მართლა სამაგალითოა. აი ფილმებში რომ გვინახავს და ზღაპრად მოგვისმენია, ზუსტად ისეთი. იმისთან ახალგაზრდა შემრიცხვენია, რომელი ახალგაზრდად წეღანაც გითხარი, შვილო, რომ ცოლ შეეხება, ჟიაგინებს, ხელით შეეხება, ყოლი ეს არის ეს კაც. ვაშკაც კაც არ შეფერიც, არ შეიძლება. 91 წელს ფარა ვახლა და მე არ მახსოვს, რომ მილიციის წინაშე მისულიყო რამეზე. არავითარ შემთხვევაში. არაფერს საქმეზე. აბა ისეთი უცნობელი გავატარეთ ჩვენ. სიმღერა იცოდა გინაცვალე და ქუჩა დადიოდა. მიდიოდა, მოდიოდა, მიმღეროდა. სიმღერა უყვარს ძალიან. სახში არ შემოდიოდა. დადიოდა ქუჩაში და ძმაკაცები ყავდნენ და იმღეროდა და სიმღერით მოგხიდვათ ესე. ხო, სიმღერით. არ ვიმდურმე ჩემ ბედიღბას. დანარჩენი ღებული ცხოვრება ასეთი არის ფილო. ზამთარი დიდი იცის, თოვლი, დანარჩენი აქ უარყოფითი არაფერი არ აქვს ამ ტერიტორიას ამ ადგილს. იმიტომ რომ ჰაერი კარგია, წყალი კაია, ყველაფერი რასაც ავჭამთ, ნატურს ავჭამთ ყველაფერს, პროდუქტი, ძროხის ნაწარმი, კარტოფილი და ჩვენ რა არის სასუქე არ ვიცით, საყოველთაოდ. როგორი ხმარება ისიც არ ვიცით. ჩვენი შეერთების ამბავი ბავშვობიდან იყო. სიყვარულობა ჰქონდა ბავშვობის დროს და მალე შევიცევთ 17-18 წელს ვიყავი რომ შევიცევით. მას ვერ ვცხოვრობთ ერთად ამდენი წლები. სიამტკბილად, ოჯახში, მონაგარში და ყველაფერში. არ არის ცუდი კაცი და ჩემთვის კარგი არის. ვახტო ბაბუ, სანამ დაგემშვიდობებოდეთ, რას ეტყოდით ჩემს მაყურებელს? მე ვეტყოდი შვილო რომ სიყვარულში გაატაროს ოჯახში ყველაფერი კაი საქმე. ოჯახობათანაც, მონაგართანაც და ყველაფერი და საზოგადოებაში და ყველგან. კაი კაცობის ფასი არაფერი არ არის. გავატაროთ ეს ცხოვრება სიყვარულში ჩახტევაში. სიყვარულში გაატარო კაცმა. და თქვენ ხართ ამის ნათელი მაგალითი აგერ რამდენი 60 და რამდენი წელია უკვე. გაიხარით. მოусმინოთ ვახტო ბაბუს და მივიღოთ რჩევა. დაგემშვიდობებით მაშინ. კარგად გაგაზრდებოდით. დიდი მადლობა რომ გვიმასპინძეთ. ყველაფერი კაი მოგწეთ, გამჩენმა ღმერთმა. უფალი იყოს თქვენი ოჯახის მფარველი, თქვენი მფარველი და გაიხარეთ და სიხარული მოგწეთ ყველას. დიდი მადლობა, გაიხარეთ. კაცი ყვითელი ავტობუსებით. ონში არნო ონელის ქუჩაზე სამწეულ ასეთ უძველეს ფაქტობრივად ანტიკვარულ ავტობუსს ნახავთ, რომელიც დროშიც კი გამოგზაურებთ ერთი შეხედვით. და მოდი ახლა გავიგოთ, ვის ეკუთვნის და რა დანიშნულება აქვს ამ ავტობუსებს 2025 წელს. ეს გოიკოა, ძალიან მაგარი კაცი. თავისი ავტობუსებით ზემო რაჭის სოფლებს ემსახურება. ბავშვები დაყავს სკოლაში, ექსკურსიებზე და ასე შემდეგ. ღებისკენ მივდიოდი, როცა პირველად შევხვდი ამ ავტობუსს. გოიკოც, როგორც ჩვევია, პოზიტიური სახით იჯდა საჭესთან და ეგრევე ვიფიქრე, რა მაგარი კაცია. ანუ ეს უეჭველად გადასაღები ამბავი იქნება მეთქი. აი, რო წამოხვალ დილით რეისში რომ მივდივარ და გამოიხედავ, აი მთას ულამაზეს ბუნებას რო გახედავ. ზოგს ღაბარში ელანი, მას სიზმარში ელანდება და მე ცხადში ვხედავ და როგორ უნდა დატოვა თაობა, როგორ უნდა წახვიდე. ყოველ რაიონიდან წასულ ადამიანზე მწყდება გული, რომ მიდის რა და თუ ვინმე მოbrunდა ხო ძალიან მიხარია. აი ამ ხიდზე რო გადავდივარ, ქალაქში წასვლა რომ იწევს რა რეისში.
უკვე ნერვიულობ რომ როდის მოbrunდები და ჩემ რაიონში შემოვალ რა. რაღაცა სხვანაირი შეგრძნებაა რა, ამ ავტობუსით რომ გზავრობ. ესე გონია რომ მართლა დროში მოგზაურობ თუ რაღაც ეგეთი რა. ამიტომ ჩემი აზრით ერთხელ ამ ავტობუსს უნდა გაყვეთ. ონიდან ზევით თებში რომ შეიგრძნოთ ეს ემოცია. 20 წლის ვიყავი 1996 წელს დავჯექი მივედი ატეკაში, ყველაზე უმცროსი ვიყავი პატარა 20 წლის რა უნდა იყო ბავშვი რა. პირველად რომ რეისში წავედი ქუთაისში მივდიოდი მგზავრები გადადი მანქანიდანო პატრონი მოვიდეს რა აჯდებოდნენ. არ მეგონა თუ მე ვიყავი პატრონი. რა ვიცი მე ისე მიყვარს აქაობა. ნამდვილად კიდევ ერთ შევიტყვი რომ ჩემს რაიონს ვერასდროს ვერ მივატოვებ. სანამ ცოცხალი ვიქნები. მეც და ჩემი ავტობუსებიც ამ რაიონის სიყვარულში და ამ რაიონის გვერდში დგომი ვიქნებით. ისე ჯერ არ საწასვლას არ ვაპირებ. თავბრუს ხვევა ნოწარაზე. ახლა მივდივარ ნოწარაზე. მაგრამ სანამ გავიდოდი შუა გზაში ვარ და ანუ აი ესეთი ხედია. გამოვდგი ეს ჩემი სკამი. აი უბრალოდ ზივარ და ანუ აი როგორ შეგეძლება ეს? აი ხვდები რომ თითქოს ადამიანი ქალაქისთვის საერთოდ არ არის შექმნილი და გათვლილი რა. რაღაცა ესეთ ადგილას ცხოვრობს ადამიანი. აი ესეთი ის მოდის ფიქრები თავისით რა. ცოტა ხანში დავიძარით და გავუდექით გზას. ნოწარამდე არ მისულს რაღაცა გასყდა მანქანაში. მაგრამ მე ამას მიჩვეულებ, იმიტომ რომ ჩემი ბედია. ჩემი და მანქანების ურთიერთობა ხო იცით ევროტურში სადაემართა. წავედი მოტივირებული ევროტური უნდა გადავიღო რაღაცა. განადგურდა მანქანა. ეხლა ნოწარაზე ამოდივარ, განადგურდა მანქანა. კიდე ბევრი ყოფილა ეგეთი. კიდე ბევრი იქნება. მადლობა, ნახვამდის. ამიტომ მე თუ გთხოვთ, სადმე წამყევით მეთქი მანქანა, წამიყვანეთ მეთქი, ჩემი მანქანა ვერადის მეთქი. არ წამომყვეთ. თორე წეულა გადმოგედებათ. როგორც ევროტურში აქაც ძალიან დაბალი იყო შანსი, რომ მაინც და მაინც ახლა ამოსულიყო ვინმე ნოწარაზე. მაგრამ ისევ გამიმართლა და ერთი კი არა სამი მანქანა ამოგვადგა. ჩაუჯექი და დავიძარით. დაახლოებით 15 წუთში არამ ქვეყნიური ხედები გადაიშალა. დრონის პულს ვუყურებდი და მეგონა ფილმს ვიღებდი. ესეც ნოწარა ხალხო, არარეალური სილამაზე, სამასაუნცი, პანორამა, მთები, მყინვარები, თოვლი, არწევი და ფნა, სიგიჟე უბრალოდ რა, ანუ რაჭაში რომ მოხვალთ, ნოწარაზე აუცილებლად ამოდით უბრალოდ მაღალი გამავლობის მანქანით რა. მაქსიმალურად ვეცდები კამერით გადმოვცე აქაურობის სიდიადე და სილამაზე რა. ნოწარაზე ამ პერიოდში შეგიძლიათ შეეხოთ უკვე თოლსაც და ძალიან მალე ალბათ უკვე ვეღარც ამოისლება. თოლს რო შეეხებით, მაგრამ სახეს მოიბანთ და შეიგრძნობთ სიგრილეს. ცივა რაღაც მაშინ ცივა, მაგრამ თან მზე გვათბობს რა. მალევე სასწავლო დაცივდა და წასვლის დროც მოვიდა. მოკლედ, მაგარი კმაყოფილი ვარ ამ ეპიზოდითაც. ხო, ახლა მაგარ ძმას გაგაცნობთ. ზურიკუნა. ბესო! გაიღვიძე ბესო! ზურიკუნა მაგარი კაცია. პლეილისტები აქვს განწყობის მიხედვით დაალაგებული, სულ გადაობს, უბედნიერია, სულ მოტივირებულია და მთელს გლოლას და არა მარტო აბედნიერებს თავისი პოზიტივით. 3 დღეა ზურიკუნასთან ცხოვრობ. არ მიშვებ სახლიდან, წნილებს მაჭმევს, მურაბებს მაჭმევს, რავი, ანუ ჩავმეგობრდით მაგრად რა. ყოველი დილა მუსიკით იწყება ჩემი დილა, იმიტომ რომ მუსიკას რო არ მოვუსმინო დილით, უკვე მე დღის განმავლობაში რაღაც შემოტევები მაქვს, ცუდი ხასიათის და ამიტომ ყოველ დილით ვთავ ხოლმე მუსიკას.
დავიწყე ყოველდღიურად ჩემი ცხოვრების მუსიკით. საქართველოს ჩემი გულია, ჩემი სიყვარულია და ყველგან ჩემთან არის საქართველო. აგერ ეს კაცი ჩამოვიდა ევროპიდან, კიდე ერთხელ უტყვი, იმისთვის რომ აქაურობა შემატოს სიცოცხლე, აქ პოვოს განვითარება და გამოადგეს თავის ქვეყანას და თავის კუთხეს რა. ხო, ცოლშვილი წავს. ცოლი ყავს და ორი შვილი ყავს. დადგა, ჩემი წასვლის დრო. ზურიკელასგან. თუ ზურიკუნა თუ როგორ უნდა თქვა? ზურიკუნა რაჭულად ხო? ჩვენთან რაჭაში. არ მიშვებს, რა გავაკეთო, მითხარი, იყავი ხო? 3 დღე კი 4 დღეა უკვე აქ ვარ რა. საფემა და ჭინკენ მარს. აი, საჯაროდ, ანუ მასის წინაშე ვიდრე, მადლობა გითხრა ძმაო. იმის რასაკეთებ რა ტიპიც ხარ რა? დედასთვის ვარ ხალხო, აი 4 დღეა დილა როგორ იწყება ესე, აი პოზიტივით და იმით რა, რა მუსიკები და მეზობლების გაგვიძება და მინდა რომ უბრალოდ იცოდეს ბევრ ადამიანს, შენ ძმაო აგერ ამ სოფელში ხარ, ამ სოფელს აცოცხლებ, აღვიძებ ენერგიით, მამისონი გლოლა ძმა აქეთკენაც უნდა მოვიდეს ხალხი და განვითარდეს შოუი ძმა ხო, პოლონეთიდან და ევროპიდან ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოყავს ამ ადამიანს და ანახებს რაჭას რა. და იმით ესე ვთქვათ გაჩავს აი ამ სოფელს და რეგიონს. ჯიგარი ხარ ძმაო. მადლობა. აი დარდი, ახლა სადაც გინდა წადი, ახლა წადი. ბიჭო რა მაგარი კაცია ჭი. მე ისე ძლიერ მიყვარდი და ახლა გადამიყვარდი. მაგარი ძმა არის რა. გამარჯობა. ესე გზაზე იყიდება თაფლუკა. რაჭული თაფლია? ჩვენი ძია კაცი ყიდის აგე თაფლუკას. რა გის თაფლუკა? თქვენ თვითონ აკეთებთ? და რა გის ახლა ეს? და რამდენი არის ხა ეს მაგალითად? კილო ნახევარია. აი ნახეთ. რაჭული თაფლუკა თავისი ფიჭით. უსაყვარლესი ადამიანია რა, შრომობს როგორც შეუძლია და ეს არის მისი შემოსავლის პატარა წყაროც. გაუხარდა რომ დავინტერესდი, რომ ჩავეკითხე, შემიყვანა დამათვალიერებინა თავისი ეზო და მომიყვა თავის ისტორიას. მე მამაჩემმა მოაშენა რა, მე რომ მიყვარდა იმიტომ თაფლი ვიშაროას რა. იმენა ჩემი გულით. მოკლედ მეგობრებო, აი ეგერ რო წამოხვალთ უკვე ზემორაჭისკენ, სოფელ ნაკიეთთან შეგხვდებათ აი ეს ტრაფარეთი თაფლუკა. აი ეს მაგარი ადამიანი ხო და გააჩერეთ და წაიყოლეთ ეს ნატურალური თაფლი რა და ამ ადამიანსაც ხელ შეუწყოთ. ეცნობა კიდე აი წავიდეთ შიგნით ნახოთ, ადრე დიდი ხონა აბრა გაკეთებული. ხო. წუხდა ასეთი კარგი რეკლამა მქონდა ადრე და გამიტყდაო. რეკლამის გულისთვის მე თაფლუკასაც მეძახიან აქ რაიონში და თაფლუკა გიწერიათ ხო? თაფლუკა. თაფლუკა ბიძი. თაფლუკა. აი ესეთი თაფლი წავა ეხა თბილისში ბავშვებთან. გარეთ ხედა გათალი. მადლობა. აბა კარგად. მადლობა დიდი. სიტყვოებას გისურვებთ ელი ცხოვრება. კარგად. გავუყევით ეხლა გზას. მამისონისკენ. დღევანდელი ჩემი მისია მამისონის უღელტეხილზე ასვლა და მესაზღვრეების მონახულებაა. რაშიც ეს მაგარი კაცი დამეხმარება. მამისონამდე შოვია და ძალიან ემოციური იყო საკუთარი თვალით ამ განადგურებული სილამაზის ნახვა. აქ რაიმე კომენტარს ვერ გავაკეთე, უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა. ზედმეტია პოლონელის სიტყვა. ვისურვებდი რომ მსგავსი არაფერი განმეორდეს არც საქართველოში და არც სადმე სხვაგან დედამიწაზე. შოუშია სტალინის ვილაც და შევიარე. მაინტერესებდა რანაირი იყო. ეს არის სტალინის სახლი, სტალინის ვილა. ყოველ შემთხვევაში ასე ეძახიან, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ სტალინის შოუში ნამყოფი არაა. როცა ჩამოსვლა დააპირა თურმე წერაში თევზმა მოწამლა და მე იქ ადგილობრივმა ექიმმა, შეიძლება ადგილობრივი არ იყო, არ ვიცი, ვერ გეტყვი დაზუსტებით, იქაური წყლებით უმკურნალა. და მე რო კითხეს სტალინის როგორი კურორტია შოვიო, ეთქვას რომ აი ჯანსაღი ადამიანი, ჯანმრთელი ადამიანი იქამდე ვერ მიაღწევს და ცუდად ყოფი გზაში მოკვდებაო. ხო და აი ესეთი არის ეს ვილა. ასევე საინტერესო არის ის, რომ ამ შენობის აშენებისას ლურსმანი არ არის გამოყენებული. მართალია მე ხლა ბევრ ლურსმანს ვხედავ, უამრავი ლურსმანია, მაგრამ სავარაუდოდ ესენი უბრალოდ მე მიჭედებულია და ნამაიმუნარია, ასე ვთქვათ. დღეს შენობა განადგურებულია, არაფერ აღარ ვარგა, დაშლის პირას არის, შეიძლება ჩაინგრეს, არ ვიცი. და ისე დროის მანქანა რო არსებობდეს, ჩემი ერთ-ერთი მუღამი არის, რომ საბჭოთა კავშირში ვიმოგზაურო რა. ნუ პოლიტიკურად გასაგები ხა რაც იყო, როგორც იყო, რანაირიც იყო და მაგრამ ანუ მაინტერესებს აი ყოველდღიურობა როგორი იყო საბჭოთა კავშირში რა. როგორი ღიმოდნენ, რა საუბრობდნენ ერთმანეთში, რა თემაზე ლაპარაკობდნენ, აი როგორი იყო ეს რაღაცა ყოველდღიური
ყოფითი მომენტებია, ეგ ძალიან მაინტერესებს და ფაქტობრივად ეს არის რაღაცა პატარა პორტალივით რა, იქ რომ დადიხარ ამ ნანგრევებში და რაღაცნაირად ფანტაზიას რო გახსნი და წარმოიდგენ რა ხდებოდა, ძალიან საინტერესო გამოცდილებაა რა. გავუდექით გზას მამისონისკენ. უკვე დავიღალე მართლა ყველა კადრზე ულამაზესიას თქმით, მაგრამ რა გავაკეთო, მართლა ულამაზეს გზას დავადექით და ზემოთ თლაც სიგიჟეში ავდიოდით. მამისონის უღელტეხილი მთლიანად ეს ტერიტორია არის სასაზღვრო ზონა, უკვე სასაზღვრო ზონაში ვართ. ამიტომ საშუის აღება დაგჭირდება ტონში, რომ აქ შეძლოთ მოგზაურობა. და დამიჯერეთ ნამდვილად ღირსე გამბავი, იმიტომ რომ ძალიან ლამაზ ხეობას გადიხართ და მე დაგვირგვინებას კიდე ნახავთ რა გვაქვს შეფიქრებული და სად მივიდივართ. დაახლოებით საათნახევრიანი გზის შემდეგ თქვენ აღმოჩნდებით მესაზღვრეებთან, რომლებიც აქ 20 მეტრში არიან, მაგრამ გადაღება არ შეიძლება და ვერ გაჩვენებთ. და თქვენს უკან გადაიშლება რაჭის კავკასიონის უმაღლესი მწვერვალი ჭანჭახი, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 4500 მეტრია. მოკლედ, თქვენ აღმოჩნდებით პატარა 60-ში დედამიწაზე. და ახლა შევეცდები აქაურობის ეს დიდებულება ძალიან კარგად გაჩვენოთ. 25 დღეზე მეტია რაჭაში მოგზაურობ. დღეში ერთ ლოკაციაზე მეც ვერ ვიღებ. უზომოდ დიდი შრომა სჭირდება სინემატიკური ვიდეოს შექმნას. თან ჯამში ერთ კვირაზე მეტი წვიმდა. მაგრამ იმის თქმა მინდა რომ ოდნავადაც არ დავღლიმო. პირიქით, სასწაულად ჩამithრია რაჭის ხასიათმა, ხალხმა, გარემომ და უფრო მეტის გადაღება მინდება. კიდევ უამრავია სანახავი და მოსასმენი, მაგრამ მეც ვერ ვასწრებ. თუმცა ჯერა და მიხარია რომ ამ ვიდეოთი ამ კუთხეში მოგზაურობის სურვილს გაგიმძაფრებთ და მე თქვენითაც მოივლით გემრიელად. აი ესეთი ზღაპრული ადგილია და კონკრეტულად ეს აცახლოდ გავარქვია წითელი მთის გადასახედი და აქედან ხედავთ ბურჭულა, ბუბა და ჭანჭახი, მწვერვალები. არ ვიცი, ძალიან მაგარია რა. აუცილებლად ამოდით აქაც. ოღონდ არც კი გაიფიქროთ კარგი მანქანის garaშე აქ წამოსვლა. გოჩა, ჩვენი ძმა, რომელმაც მირჩია აქ წამოსვლა და თქვა რომ უეჭვალთ ეს ადგილი და მოხვდესო და გოჩა გითხარი ერთი როს თქვით რა არის რაჭა შენთვის? ჩემთვის რაჭა ყველაფერია, მოკლედ მე აქ დავიბადე, გავიზარდე. როდესაც გავიგე გიორგის შესახებ რომ დაინტერესებული იყო რაჭის კარგინა კაცო ახლა ჩემზე ლაპარაკი არა ისე რაჭა ჩვენი სიყვარულია აწუყვე ჩემის ხო მოკლედ ამ კაცმა აგერ ამ მანქანით ამომიყვანა და მანახა ეს ზღაპრული ადგილი რომელიც ამ ვიდეოს კარგ ნოყიერ ლუკმას შემატებს ხო დამეთანხმებით მადლობა ძმაო აგერ სახალხოთაც რომ ეს ადგილი ასე ფართო აუდიტორიაში შეგიძლიათ ნახეთ რომ არის 64 დედამიწაზე რაჭა. კი ბატონო, რაჭა მართლაც არის პატარა 64 დედამიწაზე და ანგელოზივით ადამიანებიც ცხოვრობენ შიგნით. დიდებული დასასრული შქმერში. დღეს შქმერიდან უნდა გადავხედო რაჭას. ცოტაზე მეტად მეშინია, ტყე და მთა კვადროთი მარტო რო ვიქნები, სადმე ზამთრისთვის მზადებაში მყოფ დათვს არ გადავეყარო. ამ დროს ინსტაგრამზე ერთმა შქმერელმა ბიჭმაც დამიმატა. ხალხი აღარაა და დათვები იქნებიანო. ამიტომ მღვიმეში ჩასვლა გადავიფიქრე და პირდაპირ შქმერის მთაზე ავალ. კვადროს ხმაზე წესით არ მოვა ნადილი. აი ხლა მოვედი შქმერში რა. შქმერიდან გადადის უკვე გზა, იქით მთამთა და აღმოჩნდები იმ ზამაგარ ადგილას და რაჭაში რაც ვარ ერთი თვეა პახმელიაზე ვარ თქო ამას მომხდა ზმაო აგერაც შქმერში შევხვდა ეს ხალხი. გავშერდი ხა ისე ხო არ გაივლი და ერთ ჭიგას ხო არ დალეხა. უარი როგორ უნდა უთხრა? აი უარი რა. ერთი თვეა ზმაო პახმელიაზე აღარ შემიძლია უკვე, მაგრამ დავლევ ერთსაც დღესაც და ხვალ მივდივარ თბილისში და ეგა. როგორია შქმერში ცხოვრება? რთული. დიდი ზამთარი იცის. ხალხი არ არის. ზამთარი რომ მოდის და ის მოხუცები მიდიან. აი 4 ოჯახი ვჩებით რა თელი ზამთრის განმავლობაში აქ. და გასართობი რა გაქვს აი ზამთარში? არაფერი. ტელევიზორს თუ უყურენ და ინტერნეტს თუ ჩატან თორე მეტი არაფერი არ არის. და მე და ნიკალიჩი გზას თუ გავჭრით. კეთები რა გოგასო. კეთები ხო აბა. გზა კიდე რო იწმინდება მეორე დღეს ისევე ის არის. მანქანას უჭის კიდე ამოსვლა რა რომ გინდოდეს დაბლიდან
ქვედა მოდის ის. ზარი ხანჭკარა. ხანჭკარა? ხანჭკარი სიგარი და რა. გამისინჯე აპენიკალიჩ. აბა გაგიმარჯოთ. მაგრად იყავით, კარგად იყავით და გაძლება მოგცეთ ღმერთმა ამ სიუზამთარში რაც წინ გელოდებათ რა. ჯანმრთელობა რაც თავარია. გაიხარეთ. ვერ დავლე. არა, უნდა დავლე. მედი ეტალი, მაგარი არის. სადაც მოხვდი, სადაც გავჩერდი, ქუჩა იქნება თუ სახლი იქნება თუ უბანი, ყველგან აი ესე იშლება პატარა სუფრა. აი ეს არის რაჭასმო. აგე ხელთათმანიც გაიჩითა. გადავრჩი სიცივეს. მადლობა ხალხო, მადლობა. რა მადლობა ძმო, რასო, ნეტა ბევრი გქონდეს და. გავწდი შქმერს, გავიარე ტყეც, აღმართებით და დაახლოებით 9 საათში მივადექი თავშესაფარ კონტეინერს. მაგრად ვინერვიულე მართლა ოღონდ. ჩემი კაი ტელეფონი არ იჭერს. არის ჩანს თუ არა. პირველ ორჯერ აქ საერთოდ, მე პირველ ორჯერ კვადროზე. მე ესეთ გზებზე აღმართებს და ყველა საშიში იყო ეს ტყის მონაკვეთი რა, რომ ისეთი აურა არის, რომ უეჭველი გონია, რომ რაღაცა მოგზდებს რა, ნადირი ან დათვიან გელი და. ნუ ახლა ამის ხმაზე ძალიან დიდი ალბათობით და იმედი მაქვს არაფერი გამომეკიდება, ხო და ამოვაღწი ხა იმ კონტეინერამდე. გზა კიდევ საკმაოდ გრძელია, აი იქ უნდა ავიდე წვერში. რო რაღაცა იყოს. ოკეი? ხო რა რაღაცა იყოს მოკლედ. აქ შემიძლია შევაფარო თავი. ეს უკვე კარგია. გავაგრძელე გზა და უფრო იმატებდა აჟიტირებაც. ხედავდი და ვგრძნობდი, რომ რაღაც ძალიან მასიურს და აღმატებულს უახლოვდებოდი. არ მეღადავე. არ გაჩვენებთ, არ მივატრიალებ კამერას. აი ხა იქავა. დარონი. ფოცხერის უღელტეხილი 2260 მეტრი. ეს ალბათ ეს ადგილი. ეხა იქავიდეთ, დავამატოთ სიმაღლეები, დავამატოთ. ბოლო აღმართებიც გავიარე და ასეთ 15 წუთში აღმოჩნდი წვერზე. ხوار ხადავწმაო. ამა შეხედეთ. ბიჭო, ესეც არ ველოდი, დედასოფიცა ვარ, აი ესეც სანახაობას. არ ველოდი ძმაო 360. ოღონდ ამას კამერით ვერ შეგაგრძნობინებთ, ამიტომ ეხლა ვუშვებ დრონს. აი ესეთი ზღაპრული ადგილია შქმერის მთა რა. არ ვიცი, აი ძალიან გრძელია ხა. იქიდან აი ესე მიუყვება ეს ქედი. ბევრგან არის ესეთი გამოშვერილი ადგილები, სადაც შეგიძლიათ ამოხვიდეთ, ესე დადგეთ კიდეზე და ესე რაღაცა ამაღლებული ემოციები მიიღოთ. ოღონდ ახლა მაგრად ცივა, წეგან თოვლის ფანტელებიც მოდიოდა. ხო და ძალიან მინდა რომ ესე დავიარო, მაგრამ დრონიც დამიჯდა, ესეთ ყინვაში ვერ უძლებს დიდხანს. კამერის ელემენტებიც მალე ჯდება, მეც გავიყინე. არა ვიცი. შქმერში აუცილებლად დავბრუნდები, იმიტომ რომ საოცარი მღვიმე და გამოქვაბულია სანახავი. ხო, თან კიდე არავინ არ იყო რომ შქმერული გაეკეთებინა და გამესინჯე, ხო და? მოკლედ დავბრუნდები რა. ასეთი იყო ჩემი ერთთვიანი მოგზაურობა რაჭაში. ამ კუთხის ესე გულიანად შემოლის მუღამი სულ მქონდა და როგორც იქნება მუღამიც გავისწორე.
ხო, როგორც იცით, 1000 მუღამი მინდა გავისწორო, სანამ ცოცხალი ვარ. ანუ წინ კიდევ 996 დამრჩა. კაცმა არ იცის ამას მოვასწრებ თუ არა. მაგრამ რა ვიცი რა ხდება. მაინც გამოიწერეთ ჩემი არხი და ადევნეთ თვალი. ხო. ყველა მუღამი ესეთი სინემატიკური არ იქნება. სხვა მუღამებიც მაქვს, მაგრამ ამ ჟანრის კონტენტს ჩემს გამომწერეთ გვირდებით რომ არ მოგაკლებთ. ავიც კიდე რა ვთქვა. ხო. მაქსიმალურად ჩქარაიარეთ თქვენი ოცნებებისკენ, გაისწორეთ თქვენი მუღამები. აი ძალიან ბევრი წელი რო გავა და რო დაბერდებით და თქვენ ცხოვრებას გადახედავთ, გისურვებთ რომ ერთი მაგრად გეტიროთ რა და აი უდიდესი ცრემლები დაგეღვაროთ და გეთქვათ რომ რა მაგარი იყო ეს ცხოვრება, კიდე მინდაო. არ ყოფნოდეთ. ხო და რა ვიცი. ნახოთ რა იქნება. მოკლედ, გამოიწერეთ ჩემი არხი. ამ ვიდეოს მოწონება არ დაგავიწყდეთ, იმიტომ რომ ბევრს ნიშნავს ჩემთვის და გამახარებთ რა. ეგ არის. ვიდეოს ბოლოს მინდა გაგაცნოთ ჩემი საკუთარი Google Drive, ჩემი საკუთარი iCloud-ი, ნახეთ, ჯერ ლამაზი დადახვეწილია და მე მთავარი, რატომ უნდა იდგას ერთი ცალი ასეთი ყველა სახლში. ნახეთ, სოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ჩემი ტელეფონიდან, ლეპტოპით შემიძლია ამაში შემოვიდე და ვნახო რა არის ჩაწერილი Z. ოღონდ მარტო ვნახო არა, შემიძლია გადამოვწერო, შემიძლია ლინკი გავგზავნო მეგობარს და იმან გადამოიწეროს, ისე რომ ხარისხს საერთოდ არ კარგავს. ნასი ქვია Network Attached Storage. წარმოიდგინეთ ტაილანდში ვარ რა და სადღაც მაგარ სანაპიროზე მაგრად გულაობ ჩემპონში ვარ და ტელეფონით რაღაცებს ვიღებ, მაგრამ გამევსო ადგილი აღარ მაქვს რა. ანუ ვერც ვერაფერს ვერ ვშლი უცბად, იმიტომ რომ აი ძალიან ბევრი რაღაცები ხო ხოლმე ტელეფონში ზოგადად. არც ლეპტოპი მაქვს თან, არც ფლეშკა რო გავათავე, აი რას ვაკეთებ? შემოდივარ ამაში ეგრევე. თელს რაღაცებს რაც ტელეფონში მაქვს ეგრევე ატვირთვაზე გავუშვებ, მე ტელეფონში წავშლი და გავაგზავნებ გადაღებას, რა და რომ ჩამოვალ თბილისში. ამაში დამხვდება აქ. ეს არის 21 საუკუნეში ყველა ოჯახისთვის ციფრული სეიფი და თან ეხა ტელეფონი შეიძლება დაკარგო, ლეპტოპი შეიძლება მოგპარო, ანუ ბევრი რაღაც შეიძლება მოხდეს, მაგრამ აქ ყველაფერი იქნება დაცული. აი ეს მიდგას აგერ ჩემთან სამონტაჟო ოთახში, კუთხეში, თავის პონჩია. ვიცი რომ ყველაფერი რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია მაქვს ამაში რა. და ძალიან მიხარია როგორც იქნა საქართველოში დაიწყეს ამის გაყიდვა. ამის შეძენა შეგიძლიათ All Market G-ზე. დეტალებში აღარ ჩავალთ, თქვენთან შეგიძლიათ YouTube-ზე მოიძიოთ, რამდენად მაგარი ნივთია ეს, რამდენად smart ტიპია, რამდენი ფუნქცია აქვს და ასე შემდეგ რა. შვება რა, ანუ არასოდეს აღარ მაქვს ადარდებელი, იმაში რომ ტელეფონში ადგილი აღარ მაქვს. თქვენ კი დიდი მადლობა რომ მიყურეთ და შემდეგ ვიდეოში შევხვდებით.